აიდა საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. თეატრისა და კინოს კლასიკოსის ფრანკო ძეფირელისეული დადგმის გენერალური რეპეტიცია სავსე დარბაზში გაიმართა. შეფასებები და ემოციები საპრემიერო დღისას უტოლდება, თუმცა მთავარი დღესასწაული ჯერ წინაა. აიდას თბილისური პრემიერა მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით 4 მარტს შედგება. აიდას როგორც ხედავთ ძალიან ბევრი დატვირთვა აქვს სცენაზე, ეს დგას ყოველთვის სცენაზე და სხვადასხვა ემოციური თუ ტექნიკური დატვირთვა აქვს, ასე რომ ეს იყო ძალიან შრომატევად სამუშაოსთან დაკავშირებული, თან კიდე მოკლე დროში ეს არ არის ძალიან ესეთი იოლი საქმე, რა თქმა უნდა, მაბატეთ თუ ესე რაღაცნაირად მძიმედ ხსნი ამას, მაგრამ ეს ნამდვილად დასაფასებელი არის თვითონ რეჟისორის მხრიდანაც და თვითონ სტაფი, თვითონ თეატრის ორგანიზატორების მხრიდანაც, რომ ესე იგი ყველანაირი ხელშეწყობა იყო, რომ უმაღლეს დონეზე მართლა ევროპის თეატრების დონეზე ყოფილიყო ეს ყველაფერი. მე ბედნიერი ვარ ის, რომ პირველად ვიმყოფები თბილისის ოპერის თეატრში, აიდასში, ამონასტროს პარტიაში, რადგან ამ როლში გამოსვლა მომიწია პირველად დებიუტი მქონდა მეტროპოლიტენის სცენაზე 2012 წელს, სადაც დირიჟორობდა ცნობილი დირიჟორი ლუიზი, ფაბიო ლუიზი და ეს იყო ასევე ძალიან კოსტიუმირებული, ძალიან ასეთი ტრადიციული დადგმა ფრეზელის. ძირითადად ჩვენ დღევანდელ შემადგენლობას გვიწევს ყველა საზღვარგარეთ მოღვაწეობთ და არც თუ ისე ხშირად გვიწევს ერთად სიმღერა და აი აქ ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ ქალაქში, ჩვენ თეატრში ესე ყველანი ერთად თან იმ დადგმაში, რომელშიც მე პირადად რამოდენიმეჯერ მაქვს ნამღერი და თუ არ ვწდები სხვა ჩემ კოლეგებსაც. ეს ყველაფერი ზღაპარს აგავს, არარეალურია ჩემთვის, მაგრამ რა თქმა უნდა იმაზე დიდი ემოცია მაქვს მე პირადად, რაც საზღვარგარეთ, როცა გვიწევს ზოგადად ერთად თანამშრომლობა. ანიტა რაჭველიშვილი ქართველ მაყურებელს საოპერო სპექტაკლით პირველად ხვდება. ლასკალას, დეტროიტის თეატრისა და ვერონა არენას შემდეგ ამნერისის პარტიას თბილისში ის მხოლოდ საპრემიერო დღეს შეასრულებს. მიუხედავად არაერთი გამოსვლისა საკონცერტო ფორმაში, ეს იყო პირველი სპექტაკლის ფორმის გამოსვლა ჩემი და დებიუტი, ასე ვთქვათ, თეატრის სცენაზე. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი დებიუტი იყო დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო სპექტაკლი ოფიციალურად, მაგრამ მაინც ძალიან მახარებს ის ყველაფერი, რაც დღეს ამ სცენაზე მოხდა და მედი მაქვს არაერთხელ ვიდგები კიდევ ამ სცენაზე. ძეფირელისეული აიდას მსოფლიო ტურნეში საქართველოს სამხრეთ ამერიკის შემდეგ მოხვდა. სპექტაკლს თბილისშიც თავად ძეფირელის მუდმივი ასისტენტი, რეჟისორი სტეფანო ტრესპიდი ახორციელებს. მხოლოდ პრემიერისთვის კი ორკესტრს ვერდის საუკეთესო ინტერპრეტატორად აღიარებული მაესტრო დანიელ ორენი უდირიჟორებს. ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა ამ მაყურებელთან უკვე საოცარი იყო. პრემიერა ალბათ ორმაგად დაუვიწყარი იქნება. ეს დღეები ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილების პროცესია. ქართველ მომღერლებთან მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში მიმუშავია. მათ უმეტესობას ვიცნობ, თუმცა ამ სპექტაკლში მათი გაერთიანება კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა. ასეთი პატარა ქვეყანა და ამდენი მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავით ნამდვილად საოცრებაა. თბილისის ოპერის თეატრი აიდას 4, 5, 7, 12, 15 და 18 მარტს წარმოადგენს. პრემიერისთვის ყველაფერი მზადაა. ქართველი მაყურებლის პირველ ემოციებთან შესახვედრად თავდაკვრის გენერალური რეპეტიციაც უკვე გავლილია.